გამარჯობათ მეგობრებო. მე ახლა ვწერ ტრანსმედიტაციას, რომელიც სავალდებულოა ყოველ დღე გავაკეთოთ. ეს არის სურვილების ასრულების ტრანსმედიტაცია. პირველ რიგში სანამ დავიწყებთ მედიტირებას, აუცილებელია მოკალათდეთ. დაჯდეთ კრესლოში ან დაწვით. თუ იჯდებით, ზურგი აუცილებლად მიყუდებული უნდა გქონდეთ. დახვჭეთ თვალები. დაიწყეთ გონების გათიშვა. მოდუნდით. დაკვირდით ფეხის თითები როგორ მოგიდუნდათ. წამოყევით ფეხის ტერფებს. მუხლებთან იგრძენით სიმძიმე. შემდეგ ამოყევით დინამიკა და ორივე ფეხი გაქვთ მოდუნებული. ხელის თითები. მარჯვენა ხელის თითები. ერთმანეთის მოყოლებით სიმძიმის შეგრძნებას გავხდეთ და დუნდება. მარჯვენა ხელს მთლიანად ადუნებთ. მარცხენა ხელი ასევე თითებში სიმძიმეს გრძნობთ და დუნდებით. მთლიანი მარცხენა ხელი მოგიდუნდათ. სხეული ნელა-ნელა დუნდება მთლიანად. სიმძიმეს გრძნობთ მთელ სხეულში. თვალის ქუთუთოები, ყურები, ტუჩები, ცხვირი, მთლიანად ნელა-ნელა გიდუნდებათ. გრძნობთ სიმძიმეს. და ყველანაირ აზრებს უშვებთ თავიდან. მხოლოდ მისმენთ მე. არ დაიძინოთ. აუცილებლად მისმინეთ. დაიმახსოვრეთ, არ დაიძინოთ. უნდა მისმინეთ. მოდუნებულები, სიმშვიდეს გრძნობთ. ხართ დაცულები. და ხართ მზად ყველანაირი სურვილები აიხდინოთ. თქვენ ხართ ახლა ზღვის პირას. ფეხებში გრძნობთ ოქროსფერ ქვიშას. ოხრასა სიამოვნოა. თენდება გარეჟრაშია. სხვა ისეთი წყნარია. ისეთი წყნარია, მშვიდი. საოცარი ფერი აქვს. ზღვას და ცას. რა ბედნიერება რა მაგარ ადგილას. იმოიხედეთ გარშემო. ლამაზი პალმის ხეები დგას. კანდი კონდათ დარბის ადამიანები ვარჯიშობენ. რადგან ჯერ ძალიან ადრეა. თქვენ გაცვეთ ძალიან ლამაზად. თქვენ გაქვთ ძალიან ლამაზად. სხეული ძალიან ლამაზი.
როგორ მიყვარს ჩემი თავი. ეს კაბა ხომ მე დიზაინერთან შევიკერე. ეს ის კაბა, რომელიც მე ძალიან მინდოდა. ზუსტად ეხლა ისეთ ფორმაში ვარ, როგორც ყოველთვის მინდოდა. რა ბედნიერი ვარ. მე ვარ ძალიან ლამაზი და თან წარმატებული. გაყევით ზღვის ნაპირს. თქვენ ეხლა მიდიხართ თქვენ საოცნებო სახლში, რომელიც ყოველთვის გინდოდათ რომ გქონოდათ ასეთი სახლი. მიდიხართ ნელა-ნელა. ბედნიერების ჰაერს შეისუნთქავთ. ამ დროს ხო ზღვა იოც გამოყოფს და ეს ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მე რა კარგია რომ ჯანმრთელი ადამიანი ვარ. მადლობა სამყაროს. და აი თქვენი ლამაზი საოცნებო ვილა. ზღვის პირას. და გაიფიქრეთ, წავიდი მე ახლა სახლში. ჩემს სიყვარულს ზღვის ძინავს. ყვებით პატარა კიბეებს. ყვებით აივანზე. და ხედი უყურებს მთლიანად ზღვას. ჩემი ოცნება ასრულდა. მე იქ ვისვენებ, სადაც ყოველთვის მინდოდა დამესვენებინა. რა ბედნიერი ვარ. რა ბედნიერი ვარ. წავედი ჭიქა-წყალს დავლევ. შეიძლება ცხელისასმელიც დავლევ რამე. ჩუად შეადიხართ სახლში. რომ თქვენმა საყვარელმა ადამიანმა არ გაიღვიძოს, მას ხოს ძინავს. შემოსასვლელი არის მოწყობილი ზუსტად ისე, როგორც თქვენ ყოველთვის გინდოდათ. თქვენ ამ ნივთებისთვის იყავით სხვადასხვა ქვეყანაში, რადგან ჩამოგეტანათ და ზუსტად ამ სახლისთვის აგერჩიათ და აქ დაგედგათ. სათითაო ნივთი არის ძვირადღირებული და დიზაინერების დამზადებული. თქვენ ხო სულ ამას ოცნებობდით. ხელი მოუსვით. კიდეზე გაქრომა. ზუსტად ეს იმ დიზაინერის არის, რომელიც ძალიან გინდოდათ ხასხასა და ლამაზ ოქროს ფერებში. გავყევით შესასვლელს. გაიარეთ მისაღები. მისაღებში ზუსტად ისე არის ყველაფერი, როგორც თქვენ ყოველთვის მთელი ცხოვრება ოცნებობდით რომ გქონოდეთ. მაგიდა სკამები. ივანი, აპარატურა, ჭაღები, ლამაზესი ფარდები, რომელიც თქვენი გემოვნებით დიზაინერებმა შეგიკერეს. ძვირადღირებული ჭურჭელი. ჭურჭელით უნდა შევხვდეთ ახალწელს. რა ბედნიერი ვარ ღმერთო. ყველაფერი მაქვს. ყველა სურვილი და ოცნება ავისრულე. სამზარეულოში. სამზარეულო ზუსტად იმ ფერებში თქვენ როგორიც გინდოდათ და თქვენ როგორიც მოგხსოვთ. ყველა ის საჭირო ნივთი კიდევ იქ. ყავის აპარატიდან ჩამოვაზრეთ ყავა. ყავას დავლევ. გაიფიქრეთ. ჩემს სიყვარულსაც უნდა შეიძლება. სანამ მისი ყავაც მზადდება, თქვენ წყალს სვავთ. დაეუბნებით. მე ვარ ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული ადამიანი. მადლობა სამყარო. თქვენი საყვარელი ადამიანის ყავაც მზად არის. ნეტა ყავა უნდა თუ ჩაი უნდა? არა უშავს ვკითხავ, თუ სხვა ინდომობა იმას მაცივარზე გაკრული არის განრიკი. 11-ზე მოვა დამლაქებელი.
გამეცე? ირთიორ შეხვედრაზე. საღამოს ვახშამი გვაქვს. რა მაგარია, რა ბედნიერება. ჩემი ოცნება ასრულდა ზუსტად იქ ვარ და მისი გაკეთებაც მინდოდა ყოველთვის. დიდი მადლობა სამყარო. დიდი მადლობა სამყარო. გამოიტანეთ ყავისჭიქები მისაღებში. ცდახენით დაჭიქით კრესლოში. მიმოიხედეთ გარშემო და დაათვალილეთ თქვენი სახლი და დაატკბით. სათითაო დეტალს დააკვირდით. კედლებზე, ჭირზე, იატაკზე, მიხედეთ მარჯვნივ მარცხნივ. ბედნიერების ჟურნალმა დაგიარეთ. ძალიან მაგარია, როდესაც ყველაფერი მიაღწიეთ, რაც გინდოდათ. ეს თქვენ მიაღწიეთ. რა ბედნიერება. წავიდით ჩემ საყვარელ ადამიანს ვნახავ. იქნებ ხალახვეცა. ჩუმად შეიპარეთ ფეხაკრეფით საძინებელში. ლამაზე საძინებელში. ამნაირ საძინებელში მხოლოდ მეფეს და დედოფალს თუ სძინავს. თქვენ გაქვთ ეს ბედნიერება. თქვენ გაქვთ ეს ბედნიერება, რომ მას მიხვდეთ და ზღვერზე აკოცეთ. დილამშვიდობის სასაყვარლო. შეიჭმუხნება. არ უნდა გაღვიძება. მაგრამ მაინც გაახელს თვალებს და გაგიღიმებთ. გაგიღიმებთ და გაგვეცებთ. მე შემიყვარხარ. გეუბნებათ. მე შემიყვარხარ ძალიან. ძალიან თქვენ ცეუბნებით. რა ბედნიერებაა ფიქრობთ. რა ბედნიერება, როდესაც ესეთი ადამიანი ჩემთან არის. ზუსტად ის ადამიანი, ვინც მინდოდა. ჩემი მეგზური. ჩემი სამყაროს მეგზური. ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ ყველაფერს. ჩვენი ოცნებები ავასრულეთ. და ეხლა ვისვენებთ ჩვენ ვილას. მე შეყავა მოგიდუღე. ადეგი, გაიმზადე. წინ დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენ ძალიან დაკავებული ადამიანები ვართ. მართალია ვისვენებთ, მაგრამ განრიგი გვაქვს. იგი ზანდად წამოდგება. თქვენ შეხედავთ თქვენ ულამაზეს ლოგინს. ზუსტად იმ ფერებშია, რომელიც ძალიან გიყვართ. და თქვენ კი არა, თქვენ საყვარელ ადამიანსაც რო უყვარს ის ფერებია. ძალიან კარგი აურაა. დადებითი შეგრძნებები. გამოგეთ გარედან, სანამ მეუღლე აბაზანიდან გამოვა. ათვალიერებთ, რა უნდა ჩაიცვათ. შერჩით ძალიან ლამაზი კაბა. ეს ის კაბა, რომელიც ძალიან გიხდებათ. ჩაიცვით და ჩაიხედეთ სარკეში. რა ლამაზი ვარ. რა ბედნიერი ვარ. მე ხო დედოფალი ვარ. და ყველაფერი სამყაროში არის ჩემთვის. ამასობაში თქვენი საყვარელი ადამიანი გამოვიდა აბაზანიდან. დაგინახათ, ჩემო პრინცესა, რა ლამაზი ხარ. ძალიან მიყვარხარ. ვიდა გაკოცეთ. ვიფერად სახლის თმაზე. გახვედით ოთახიდან. მისაღებში.
სადაც მას მისი ყავა მოდება. სავთ ყავს და თვალებში შესციცინებთ ერთმანეთს. ამასობაში თქვენ აიღეთ თქვენ წიგნაკი გადაშალეთ და კითხულობთ ყველა იმ ახდენილ ოცნებას, რომელიც თქვენ აგისრულებთ. ყველაფერი, რაც აგისრულდა, თამაში ჩაგიწერით, რომ ასრულდა. სიხარულის ცრემლი მოგადგათ. მთელ სხეულში გრძნობთ ამ სითბოს. და იძახით, რა ბედნიერი ვარ, რა ბედნიერი ვარ. მადლობა, მადლობა, მადლობა სამყაროს. სამზარეულოდან გეძახით, თქვენ საყვარელი ადამიანი. ჩემო დედოფალო, მოდი, რვას ანიჭამოთ. და წავიდეთ. თქვენ წახვედით სამზარეულოსკენ და მის მოშთვეულ საკვებს მიერთმევთ და სასიამოვნო ფიქრები გაწუხებთ. მხოლოდ სასიამოვნო ახალი გეგმები და ემზადებით მთელი ოჯახი საახალწლოდ. ზუსტად ეხლა დღეს დავიკვირდით, სად როგორ ანარად შეხვდებით. ვინ იქნება, ვინ არ იქნება და როგორი დღესასწაული იქნება. დრო არის მედიტაციიდან გამოხვიდეთ და უბრუნდეთ საწყის მდგომარეობას, გაახილეთ თვალები და შეგრძნება გიქნებათ ძალიან დადებითი. ეს ტრანსმედიტაცია არის ძალიან კარგი, გააკეთოთ დაახლოებით 1 თვის განმავლობაში. თუ ამას დაიწყებთ დაახლოებით 17-18 დეკემბრიდან, სასურველია ძველი ახალი წლების პერიოდამდე ხშირად აკეთოთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, შეგიძლიათ ეს მედიტაცია ცხოვრების ეტაპზე ყოველთვის გაიმეოროთ. ოღონდ ეს მედიტაცია აკეთდება ერთჯერადად. ყოველ საღამოს სასურველია ძილის წინ გააკეთოთ. წარმატებას გისურვებთ, მოყვარხართ ძალიან, ბედნიერად იყავით. კარგად იყავით.